რამდენიმე წლის წინ ეროვნულ მუზეუმში, ოკუპაციის დარბაზში პირველად გავიგე ხევსურების წერილის შესახებ. გამოფენილი იყო, იმედია ახლაც გამოფენილია. ამ წერილმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. და დღემდე ბოლომდე არ მესმის, რატომ ბევრი რაღაცა ვიცით ისტორიიდან, ბევრი რაღაცას ვიგებთ ისტორიიდან, მაგრამ როგორც აი ეს წერილია ჩემს მახსოვრობაში ჩარჩენილი, ასე მეორე რამე არ მახსოვს. ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ თითქოს ჩემი დაწერილია. თან წარმოიდგენ ხოლმე, როგორ სასოწარკვეთაში იყვნენ ეს ადამიანები ერთის მხრივ. თან როგორი ბრძოლის უნარიანი იყვნენ და როგორ იყვნენ ბოლომდე ყველაფერზე წამსვლელები და ყველაფრის გამკეთებლები, რომ სამშობლო გადაერჩინათ. თან 36 წელია უკვე, ანუ საბჭოთა ოკუპაცია კარგახანია მოხდენილია. 21-დან 36-მდე 15 წლის განმავლობაში წარმოიდგინეთ, რამდენი უბედურება გამოიარეს. და მაინც რომ ბრძოლის უნარიანობას არ კარგავენ, იმედს არ კარგავენ, წერილს წერენ თან ამერიკაში. თან იმის იმედიც და გამბედაობაც აქვთ, რომ ამერიკაში უნდათ წერილის გაგზავნა ოკეანეს იქით, სადღაც გადაღმა. იმის მერე ეს წერილი პერიოდულად სულ მახსენდება და გუშინ საღამოს რუსთაველზე სანამ გაიშლებოდა ის გრძელი სუფრა, რომელიც იყო აბსოლუტური საოცრება, აბსოლუტური ჯადოქრობა, მე ასეთი ახალი წელი არასდროს არ მქონია ცხოვრებაში. ასეთი ბედნიერი და ასეთი მრავალმნიშვნელოვანი, როგორც წლევანდელი ახალი წლის შეხვედრა იყო. და სანამ ეს სუფრა გაიშლებოდა, იქვე მაგიდაზე, პირველი გიმნაზიის წინ, ამავე მაგიდაზე, ხალხმა 30 დეკემბერს დაიწყო ეს ცერემონიალი. ანუ ის ძველი წერილი ამობეჭდეს, ის წერილი ხო 36 წელს არ მოხვდა ამერიკაში და ამ ხალხს ძალიან ცუდი ბედი ეწია, ჩეკისტებმა დაიჭირეს და გააქრეს საერთოდ, ანუ ისე დახვრიტეს თვითონ ეს სამი კაცი, ვინც ამ წერილს ხელი მოაწერა, ისე დახვრიტეს და ისე გააქრეს, რომ საერთოდ დღემდე უცნობია მათი ბედი, მათთან, ანუ მარტო არ იყვნენ, სულ 14 კაცი დაიჭირეს იმ წერილის გამო. და ახლა, ანუ ადამიანებმა არ ვიცი ეს ივენთი ვინ მოიგონა და ვის მოვიდა, ასეთი ძალიან კარგი აზრია. გადაწყვიტეს, რომ ეს წერილი ახლა გააცოცხლონ, უკვე ბევრ ადამიანმა მოაწეროს ხელი, არა მარტო იმ ხევსურმა და გააგზავნონ ამერიკაში, უკვე ისე რომ ნამდვილად მოხვდეს ამერიკაში და ნამდვილად თეთრ სახლში ეს წერილი წაიკითხონ. ალბათ თეთრ სახლშიც არის რაღაცა მუზეუმი ისტორიული ნივთების და იმედია იმ მუზეუმში ეს წერილი, ამ წერილის ასლი დღეიდან თუ როდესაც მოხდება ეს წერილი უკვე ალბათ იანვარში მოხდება ამერიკაში, იქ დაბინავდება. და გუშინ რომ მოვედი რუსთაველზე, ზუსტად ამ ცერემონიალს შევესწარი, ხალხი როგორ აწერდა ხელს და მეც მოვაწერე ხელი. უბედნიერესი ვიყავი, რომ მოვაწერე და ძალიან განგების მიმართ მაქვს რაღაცა საოცრად უდიდესი მადლიერების გრძნობა, რომ აღმოჩნდი ისტორიის ისეთ პერიოდში, სადაც აი ამ წერილის გაცოცხლება შევესწარი და ამ წერილისთვის ხელის მოწერის საშუალება მომეცა.
ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს. ვიდეო ახლა საუბარი რომ მორჩება, იქ ბოლოში მივაბამ წერილის სურათს და ოდნავ გადავიღე ძალიან პატარა ვიდეო გადავიღე ამ წერილს როგორ ვაწერდით და ორი ხელმოწერა გავაკეთე. ელის ოჯარაშიას სახელით მოვაწერე ხელი და ჰეკატეს სახელითაც მოვაწერე ხელი. ჰეკატეს სახელით რატო მოვაწერე? ვისაც ჩემი წინა ვიდეო გაქვთ ნანახი, მიხვდებით ელის ოჯარაშიას თუ არ დაუჯერებენ და არ მოუნდებათ იმ წერილში რაც წერია იმის შესრულება, ჰეკატეს რო არ დაუჯერონ, ამას ვერ გაბედავენ თეთრ სახლში ნამდვილად. და ახლა მინდა კიდე ასეთი სიზმარი მოგიყვეთ. 2020 წელს მე ისეთი სულელი ვიყავი და გამოშტერებული, რომ გულშემატკივრებდი ბაიდენს. საერთოდ პოლიტიკური შეცდომები არასდროს არ მომსვლია ცხოვრებაში, არც საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში, არც უკრაინის პოლიტიკასთან მიმართებაში, აი ამერიკის პოლიტიკასთან მიმართებაში ჩემს ბიოგრაფიაში არის ასეთი დიდი შეცდომა და სირცხვილი, რომ გულშემატკივრობდი ბაიდენს. და ბაიდენმა რო გაიმარჯვა, ჯერ ხო, რაღაც პერიოდი ითვლიდნენ კიდე რაღაცა ხმების დათვლა გაეწელათ და რაღაცა და საბოლოოდ როცა გახდა უკვე ცნობილი რომ გაიმარჯვა, იმ ღამეს დამესიზმრა ასეთი სიზმარი, რომ თითქოს მე თეთრ სახლში მივედი და რო შევედი თვითონ ამ შენობაში, ჯერ რაღაც კორიდორებით მივდივარ, ახლა რომ ოვალურ კაბინეტში შევიდე ბაიდენთან მივდივარ. და კორიდორში ხალხი რომ ხედავს, უცებ აი ესე რომ დამინახავენ, მიტრიალდებიან, ასე ზურგით დადგებიან კედლის მკენ და აი ესე მიხრიან, ანუ ხელებს ასე აკეთებენ და თავს კიდე ასე მიხრიან. თან მიკვირს ეს ძალიან ახლა რომ მეთქი, ანუ არ მესმის სიზმარში, რომ ამ ხალხს ასეთი რეაქცია რატო აქვს ჩემზე და თავს რატო მიხრიან და რა ჯანდაბაა და ვინ ვარ ასეთი, რომ თეთრ სახლში ხალხმა თავი უნდა დამიხაროს. გავიარე ახლა ყველა კორიდორი, ყველა მაიეს ჩაატარა. ვინც შემხვდა, შევედი ოვალურ კაბინეტში, ზუსტად ისეთი იყო ჩემს სიზმარში, როგორც რეალობაშია. ჯო არ დამხვდა, ასე გვერდით ოთახია, თურმე იქ არის მისი საძინებელი ოთახია, იმ საძინებელში შევდივარ. ჯო საწოზე წევს, აი ესე ზურგით კარისკენ. და ასე მოიხედა, რომ დაინახა, რომ შემოვედი, უცებ წამოხდა. ესე რაღაცა ცოტა მიკუჭული სარჩქა გაისწორა. პერანგი უკაცრავად სარჩქა, ის პიჯაკი გვერდით ასე მის საწოლის გვერდით სკამი ედგა და იმაზე ქონდა გადაფენილი პიჯაკი და ეს პიჯაკი ჩაიცვა, ასე შეიკრა და დადგა ასე უცებ ხუთოსანი ბავშვით, ასე დგას ჩემ წინაშე და მე ვეუბნები, ჯო, რა მაგარია, რომ შენ გაიმარჯვე, მე ამაში ბევრი ძალა ჩავდე, შენ გულშემატკივრობდი და აი კარგი, ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ შენ გაგემარჯვე და ახლა აბა შენიცი ხო ძალიან, თან ანუ ასე ერთი ხელი ჩამოვართვი და ამ ხელს ისე მაძლევს ძალიან, ანუ თითქოს არ უხარია, რომ ხელი ჩამოვართვი, ასე ძლივს რაღაცა ისეთი ხელი აქვს, ანუ ძალა არ არის მის ხელში არანაირი, რაღაცა без стержня человек русულად. Пуф, ქართულად რატო ვერ ვიხსენებ ახლა როგორ თქვა. ანუ რაღაცა შინაგანი ძალა არა აქვს არაფერი და ეს რაღაცნაირად ისეთ ნახევარ მოხარშულ ხელს მაძლევს და მე ამ ხელს ასე ვუნჯღრევ და ჯო, ახლა ხო დედას მოვუტყნავთ რუსეთს, ჯო, ახლა ხო ჩვენ ვიზამთ, ჩვენ ხო ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ და აბა ჩვენ ვიცით და ჯოს ეტყობა რომ არაფრის ამის გამკეთებელი არ არის. და მე ვხედავ, რომ ჯერ არ დაწყებულა არაფერი და მისი პრეზიდენტობა არ დაწყებულა, მაგრამ უკვე ვხვდები, რომ სრულიად გამიცრუებს იმედებს და არაფერს არ გააკეთებს, რაც უნდა გააკეთოს და რომ იმას იზამს, რაც იმ კახელკაცმა ელისაშვილს უთხრა, არ ქნაო და ელისაშვილი რომ მარო ქნა, იმას იზამს ჯოც. და მართლაც ასე გამოდგა, ჯოს უმთავრდება თავისი 4 წელი, სრულიად სამარცხვინო 4 წელი.
მე ძალიან ისე გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული გამოვედი მის კაბინეტიდან, ისევ ასე კორიდორებით გამოვედი მთლიანად თეთრი სახლიდან, კორიდორებში უკანა გზაზე ხალხი ისევ ამას აკეთებდა. და ჯომ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. და ახლა იმედია მომავალი იმედი კი არა მომავალი ოვალური კაბინეტი თუ მომავალი პრეზიდენტის ჯგუფი უკვე ძალიან ბევრს აკეთებს, უკვე ძალიან ბევრი გააკეთა და უკვე სწორად იქცევიან და იმედია ასე გააგრძელებენ და კიდე ჩვენგან ხევსურების დაწერილ წერილს რომ მიიღებენ, რომელსაც უკვე ამდენი 1000 ადამიანი აწერს ხელს, თან რომ გაიგებენ რომ ეს წერილი ჯერ კიდევ 1936 წელს არის დაწერილი, მათთვის ეს ძალიან შთამბეჭდავი იქნება, დარწმუნებული ვარ. და მართლა ასე დადგებიან და ალბათ გულში ფიქრებენ რომ ცოტა რაღაცებისთვის თავიანთი არასწორი მოქმედებებისთვის 2012 წელს ცოტა ბოდიშები აქვთ სადღაც მოსახდელი ხიხო რო დაგვასვეს თავზე მაგრამ ამას ყველაფერს გამოასწორებენ და გავაგრძელებთ საქართველოს ფეხზე დაყენებას, გამთლიანებას და მთლიანად შავი ზღვის რეგიონი დაალაგდება და დასტაბილურდება და რაც ჯომ არ გააკეთა, იმას ბატონი დონალდი გააკეთებს აწი. მომავალ შეხვედრამდე. ხევსურებს გაუმარჯოს. მიყვარან მაგრები იყვნენ. ხევსურების წერილს მოვაწერეთ წერილი აი ამ დიდ გრძელ მაგიდაზე საახალწლო მაგიდაზე ხალხი 1000-ობით და 1000-ობით აწერს ხელს იმ წერილს რომელიც ხევსურებმა 36 წელს დაწერეს ამერიკას გაუმარჯოს